პარას პარიზში ტრანსფერი ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ყველაზე ხმაურიანი გამოდგა. ძალიან იშვიათად, რომ მსგავსი კალიბრის ფეხბურთელმა კლუბის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიცვალოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც გუნდს ოქროს მედლების სერიოზული შანსები გააჩნია. კვარას უსურვოს წარმატებები, ჩვენ კი გავიხსენოთ ტოპ 10 ზამთრის ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში. მე-10 ადგილას გავიხსენოთ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერი. ნახევარმცველს კარგი სეზონი ჰქონდა კალიარიში და სწორედ ამ დროს რომას ძალიან ჭირდებოდა მაღალი დონის შემსრულებელი მოედნის ცენტრში. ამიტომ ბელგიელის ტრანსფერი რომაელებმა უკვე ზამთარში გაიფორმეს. მათ ნაინგოლანი იჯარით აიყვანეს სავალდებულო გამოსყიდვის უფლებით 18 მილიონ ევროდ. ტრანსფერი იღბლიანი აღმოჩნდა. რომში რაჯა მალევე გახდა ძირითადის ფეხბურთელი და შედეგად დაეხმარა რომაელებს მეორე ადგილის დაკავებაში სერია A-ში, რითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა. შემდეგ კი ზედიზედ 3 წელი რაჯა სერია A სიმბოლურ ნაკრებში ხვდებოდა. მართალია კარიერის მიწურულს რომაელებმა ის პრაქტიკულად გააგდეს გუნდიდან, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერი შედგა და მან ნამდვილად გაამართლა ის ავანსები, რაც მასზე გასცეს რომაელებმა. მეცხრეზეა 2000-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ზამთრის ტრანსფერი, კერძოდ პაბლო აიმარი. 2001 წლის 31 იანვარს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ვალენსიამ მოუგო პერსპექტიული ნახევარმცველისთვის ბრძოლა ინტერს და ბარსას. საბნიეროდ გუნდმა მოასწრო ფეხბურთელის ევროპაში გადმოყვანა და ფანჯრის დახურვამდე დარეგისტრირება. მან ეგრევე დაიწყო ძირითადში თამაში, თანაც როგორ. პირველივე სეზონში დაეხმარა ღამურებს ლიგის ფინალამდე მისვლაში. თუმცა მწვრთნელი ჰექტორ კუპერი იყო, ამიტომ სტანდარტული მეორე ადგილი აიღეს. ხოლო უკვე შემდეგ წელს აიმარმა გუნდის ლიდერის როლით და ახალი მწვრთნელის დახმარებით დიდი წვლილი შეიტანა ვალენსიის ჩემპიონობაში. 2 წლის შემდეგ მან კვლავ შეძლო წარმატების გამეორება და თან ამ ყველაფერს დაამატა UEFA-ს თასი და ევროპის სუპერთასი. მერვეზეა ნამდვილი კედელი, ვირჯილ ვან დაიკი. კლოპის მოსვლის შემდეგ ლივერპულის შეტევაში ძალიან კარგი იყო, თუმცა არ ყავდა საიმედო დაცვის ხაზი. სწორედ ამიტომ მერსისაიდებმა 2018 წლის იანვარში ფული არ დაინანეს და 78 მილიონ ევროდ მოიყვანეს საუთჰემპტონიდან ვირჯილ ვან დაიკი, რომელიც იმ დროისთვის მცველებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იყო. ტრანსფერმა უდაოდ გაამართლა. სადებიუტო შეხვედრაში ვირჯილმა მერსისაიდულ დერბიში გოლის გატანა შეძლო. იმავე სეზონის ბოლოს კლუბი ვან დაიკით დაცვის ცენტრში ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მართალია ვერცხლის მედლები აიღეს, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა, რომ ლივერპული ვან დაიკით და მის გარეშე ორი სხვადასხვა კლუბი იყო. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვან დაიკი კლუბის ლიდერი, კაპიტანი და ცოცხალი ლეგენდაა. მასთან ერთად კლუბმა 3ჯერ ითამაშა ლიგის ფინალში, საიდანაც ერთი ფინალი მოიგო. ასევე 19-20 წლის სეზონებში პრემიერ ლიგის გამარჯვებულებიც გახდნენ და 2ჯერ მოახერხეს ლიგაში მეორე ადგილის დაკავება. მეშვიდეზეა ანდრეა ბარძალი. 2011 წლის ზაფხულში უკვე 30 წლის ფეხბურთელს უმთავრდებოდა კონტრაქტი ვოლფსბურგთან. ამიტომ მომავალში თავისუფალ აგენტს ბევრი მსურველი ყავდა. თუმცა ყველაზე მოხერხებული იუვე აღმოჩნდა, რომელმაც უკვე ზამთარში მოახერხა ტრანსფერის გაოფიციალურება. ტურინელებმა გერმანელებს სასაცილო 300,000 ევრო გადაუხადეს. წარმოიდგინეთ, 300,000 ევრო წინა 10 წლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის ჩანაცვლოდ, მაგრამ ეს მგლების ბრალია, რომელმაც ვერ მოიფიქრეს ფეხბურთელთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება. ვერავინ იფიქრებდა, რომ 30 წლის ბარძალი ამდენი სარგებლის მოტანას შეძლებდა. მასთან ერთად იუვეს დაცვა გაუვალი გახდა. ასე გამოიყურებოდა იტალიური BBC. მოკლედ, შემდეგი 8 წლის განმავლობაში ბარძალისთან ერთად ბებერმა ქალბატონმა ზედიზედ 8ჯერ მოახერხა სკუდეტოს აღება. მე-6 ადგილზე ჩელსის ორი ფეხბურთელია, გარი კეჰილი და დავიდ ლუიზი. თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ლუიზის პირველ მოსვლაზე ჩელსიში და არა მეორეზე, როდესაც ის ძალიან ცუდი იყო. მოკლედ ორივე იანვარში მოვიდა, თუმცა 1 წლის სხვაობით. პირველმა ლურჯები ბრაზილიელმა ჩაიცვა, რომელიც ბენფიკადან 25 მილიონად გადავიდა არისტოკრატებთან. მაშინვე ძირითადში მოხვდა და რამოდენიმე ლამაზი ბურთის გატანაც მოახერხა. მიუხედავად ლუიზის ტრანსფერისა, ჩელსის მაინც ჰქონდა პრობლემები დაცვის ხაზში და ეს პრობლემები ვერ მოგვარდა იქამდე, სანამ გარი კეჰილი არ გადმოვიდა გუნდში ბოლტონიდან 8 მილიონ 400,000 ევროდ. ცენტრალურმა მცველმა საბოლოოდ გადაკეტა ჩეხის კარისკენ მიმავალი გზები და მასთან ერთად პირველივე სეზონში ჩელსიმ დანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ორივე მცველმა თითქმის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ ამ გამარჯვებაში მან ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. მე-5 ადგილზე სამუელ ეტოა, რომელიც რეალს ეკუთვნოდა და გალაქტიკოს გამო ვერანაირად ვერ ახერხებდა ძირითადში მოხვედრას. სწორედ ამიტომ ბლანკოსმა გადაწყვიტა, რომ ეს ფეხბურთელი გაეყიდა მალიორკაში 4 მილიონ ნახევრად და ეს ტრანსფერი კუნძულელთათვის საბედისწერო აღმოჩნდა.
დარჩენილი ნახევარი სეზონის განმავლობაში ეტო კლუბს ლა ლიგაში დარჩენაში დაეხმარა. ხოლო უკვე პირველ სრულფასოვან სეზონში მალიორკა საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მოულოდნელად ჩემპიონატის მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა. ხოლო ერთი წლის შემდეგ ესპანეთის თასიც მოაგებინა, სადაც 5 ბურთი გაიტანა 6 შეხვედრაში. ეს მალიორკასთვის პირველი ესპანეთის თასი იყო და საერთოდაც კლუბისთვის მეორე ტიტული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეტო მალიორკას ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. ამის შემდეგ ის გადავიდა ბარსაში 27 მილიონ ევროდ, სადაც მისი კარიერა უფრო მაღლა წავიდა. მეოთხეზე გავიხსენოთ ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში. ფეხბურთელის ტრანსფერი 2020 წლის 29 იანვარს დადასტურდა. იგი სპორტინგიდან 80 მილიონი ევრო სანაცვლოდ გადავიდა წითელი ეშმაკების შემადგენლობაში. რის შემდეგაც პრობლემურ კლუბში მარტივად შეძლო ძირითადში ადგილის მოპოვება და კლუბის ლიდერის როლის მორგება. მან 14 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა. თუმცა ეს არ არის მისი მთავარი მიღწევა. რადგან ნამდვილად არ არის რთული ძირითადი შემადგენლობის მოპოვება ისეთ პრობლემურ კლუბში, როგორც დღევანდელი იუნაიტედია. მისი რეალური მიღწევები მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ პრობლემურ კლუბში მან შეძლო თვის საუკეთესო გოლის და პრემიერ-ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღება, რაც რონალდოს წასვლის შემდეგ ერთდროულად არავის მიუღია. მან ასევე 20-21 წლის სეზონში მოახერხა თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 4-ჯერ აღება, რაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია და სეზონის ბოლოს ნახევარმცველმა შეძლო ბომბარდირთა დავაში 18 გოლით მესამე ადგილის დაკავება, ხოლო ასისტენტთა დავაში პირველი ადგილის დაკავება 12 ასისტით. და უკვე სამეულში ვართ და მესამე ადგილს იკავებს KDB, რომლის კარიერის დამარხვას მოურინიო ცდილობდა და არანაირად არ სჯეროდა მისი ტალანტის. პირველი წლის განმავლობაში მოუმ იგი მხოლოდ 3 შეხვედრაში გამოიყვანა, რის შემდეგაც ვოლფსბურგის შემოთავაზება გამოჩნდა, რომელზეც არისტოკრატთა მენეჯერები სიხარულით დათანხმდნენ და ზამთარში გაყიდეს ბელგიელი 22 მილიონ ევროდ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეცდნენ. კევინმა ვოლფსბურგში ეგრევე ღვთაებრივი ფეხბურთის ჩვენება დაიწყო. ჯერ კლუბი ევროთასებზე გაიყვანა, ხოლო მეორე წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ამ ყველაფერთან ერთად მგლებს მოაგებინა გერმანიის თასი და სუპერთასი, რის შედეგაც იგი სიტიში გაყიდეს 74 მილიონ ევროდ. მეორე ადგილი და კვლავ ლივერპულის ზამთრის სუპერ ტრანსფერები, ხავიერ მასკერანო და ლუის სუარესი. ამ ტრანსფერებს შორის სხვაობა 4 წელია, თუმცა ორივე ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ლივერპულისთვის. არგენტინელი 2007 წლის იანვარში გადავიდა ვესტჰემიდან. დაეხმარა კლუბს მესამე ადგილის დაკავებაში და დიდი ხნით გახდა ძირითადი ფეხბურთელი, სანამ ბარსაში არ გადავიდა. სუარესის ტრანსფერი, რომელსაც ტორესი უნდა ჩაინაცვლებინა 26 მილიონ ნახევარ ევროდ, საკმაოდ სახიფათო ჩანდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ისტორიულ ფაქტს, რომ კლუბიდან წასული დიდი ფორვარდის ჩამნაცვლებელი ფორვარდები ვერ ამართლებენ, ბარსა დაგვეთანხმება კოუტინიოთი, გრიზმანი და დემბელეთი. მაგრამ ფეხბურთელმა ენფილდზე პირველივე დღიდან გვაჩვენა, რომ წითლების გულშემატკივრებს ელ ნინიოს გახსენება აღარ დასჭირდებოდათ. კლუბში ახალი გმირი გამოჩნდა, რომელმაც კარგად იცოდა გოლებიც, ასისტებიც და კბენაც. ლუისმა წითლებს ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა. თავად პრემიერ-ლიგის წლის ფეხბურთელი გახდა, საუკეთესო ბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი, რის შემდეგაც 82 მილიონ ევროდ ბარსაში წავიდა. და ოქროს იღებს იუნაიტედის ორი ზამთრის ტრანსფერი, პატრის ევრა და ნიმანია ვიდიჩი. არ დაიჯერებთ, მაგრამ იუნაიტედმა ეს ორი ფეხბურთელი იყიდა ერთ თვეში 5 დღიანი სხვაობით. ჯერ იყიდეს სერბი მოსკოვის სპარტაკიდან 10 მილიონ ნახევარ ევროდ, ხოლო შემდეგ ფრანგი მონაკოდან 8 მილიონ ევროდ. მანჩესტერის დაცვის გავლა შეუძლებელი გახდა. ევრა, ფერდინანდი და ვიდიჩი პრემიერ-ლიგის შემტევებისთვის ღამის კოშმარი იყო. იმ წელს იუნაიტედი ჩელსის ვეღარ დაეწია, თუმცა შემდეგ 5-ჯერ 7 გათამაშებიდან პრემიერ-ლიგის გამარჯვებულები გახდნენ და თან გზად ჩემპიონთა ლიგას მოიგეს. ორივე მცველი რამდენიმეჯერ შევიდა პრემიერ-ლიგის სიმბოლურ ნაკრებში და სერბი საერთოდ 2-ჯერ გახდა პრემიერ-ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, რაც მცველისთვის უდიდესი მიღწევაა. და ბონუსად საუკეთესო ზამთრის ტრანსფერი, მაგრამ საუკეთესო იმ კლუბისთვის, რომელმაც ფეხბურთელის მოშორება შეძლო. საუბარია ჯექსონ მარტინესის ატლეტიკოდან გუანჯოუ ევერგრანდში 42 მილიონ ევროდ. ატლეტიკოს ფუნქციონერებმა ფორვარდის ზაფხულში 35 მილიონ ევროდ იყიდეს და ეგრევე მიხვდნენ, რომ საერთოდ ვერ ქაჩავდა დონეს. როგორ მიაგნეს ჩინელების ვარიანტს გაუგებარია, თუმცა ტრანსფერიდან ინდიელებმა მოგების მიღებაც შეძლეს. აზიელებმა მარტინესთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს 12 მილიონ ნახევარი ევროთი წელიწადში. პირველ სეზონში კოლუმბიელმა 16 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. რის შემდეგაც ჩინელებიც მიხვდნენ, რომ ვერ ქაჩავდა და შემდეგ სეზონში განაცხადიდან ამოიღეს. მას 2017 წელს თამაში არ ჩაუტარებია, მაგრამ ხელფასი სრულფასოვნად აიღო.
დღეისათვის სულ ეს იყო. კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენ რომელი ტრანსფერი გაგახსენდათ. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. შემდეგ ეპიზოდში შემოგთავაზეთ ზამთრის ყველაზე ცუდ ტრანსფერებს და თუ ეს ვიდეო ავა 500 ლაიქზე, ამ ვიდეოს მეორე ნაწილსაც შემოგთავაზეთ. შეხვედრამდე.